საახალწლო აქტივობები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება. დუშეთში, ჩოხატაურსა და ცაგერში საზეიმოდ უკვე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვისხე. საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს დედაქალაქი. დედაქალაქში საახალწლო სოფელი მნახველებს კვლაველის. გუშინ ორბელიანის მოედანზე მოწყობილ სცენაზე მსმენელის წინაშე მუსიკალური ჯგუფი ქვევრი წარდგა. დედაენის ბაღისა და ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე საახალწლო სოფელი ყოველდღიურად მოქალაქეებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას თავაზობს. მადლობა მობრძანებულ სტუმრებს და რა თქმა უნდა მინდა ვისარგებლო მომენტი და მივულოცო სრულიად საქართველოს დამდეგი შობა ახალი წელი ვუსურო ყველაფერი საუკეთესო სიყვარული ბედნიერება და რაც ყველაზე მთავარია მშვიდობა ვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან მომწონს აქაურობა, ძალიან ლამაზია ჩვენ საერთოდ ყველაფერი, მე ჩემი მეგობრები ძალიან მერთობის და გილოცავთ ახალ წელს. ახალი წლის დღეები გრძელდება რეგიონებშიც. დუშეთში საახალწლო პროგრამის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობის სივრცეები. ტერიტორიაზე დაიდგა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. საზეიმო დაინთო საახალწლო ნაძვისხეთ. საღამო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა მონაწილეს, ყველა იმ ჯგუფს, რომელმაც დღევანდელი დღე ჩვენს მოსახლეობას გაუხალისა. ყველაზე მეტად იხალისეს ჩვენმა პატარებმა, მათთვის იყო მოწყობილი უფასო ატრაქციონები, სხვადასხვა გასართობები და დამდეგი 2025 წელი მოგილოცოთ ხვავის, ბარაქის და მშვიდობის წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის. ესეთი ღონისძიებების შემდეგ გვიათ მაგდება საახალწლო განწყობა. ბავშვებს ძალიან გაუხარდა თოვლის ბაბუის ნახვა, მუსიკის მოსმენა. შესანიშნავი გარემო, ულამაზესი და პოზიტიური ატმოსფეროა, ყველა ძალიან ვერთობით, სეკვავთ და ხალისობთ. მთავარი ნაძვისხე საზეიმო და გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე აინთო ჩოხატაურშიც. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. მსმენელის განწყობაზე ადგილობრივმა და დედაქალაქიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა იზრუნეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა ახალი წლის დღეების ღონისძიება. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი, შობა და კალანდა და ყველას ვუსურვებ ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას. მინდა მადლობა უთხრა საზოგადოებას და მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო დღევანდელი დღის ორგანიზებაში. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხვდა ჩოხატაურში, რაც ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულო ჩვენთვის შემსრულებლებისთვის. რაჩვეულებრივი განწყობა ველით 2025 წელს კეთილი სურვილებით. საახალწლო ნაძვისხე საზეიმო დაინთო ცაგერშიც. საღამოს დასკვნით კონცერტზე ლეჩხუმელების წინაშე პოპულარული შემსრულებლები წარდგნენ. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში ცაგერში ყველა თაობის ადამიანისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა ამ დღესასწაულზე და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავინახე მათი სიყვარულით ანთებული სახეები. გილოცავთ 2025 წლის შემობრძანებას. საგერში და ძალიან კარგი ღონისძიება. ბავშვები გავერთეთ, ვიმხიარულეთ და ვისურვებთ რომ ყოველ წელს მსგავსი ღონისძიება საგერში და ბავშვები გავერთეთ, რა თქმა უნდა უფროსებიც. მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები 63 ქალაქში იმართება და 7 იანვრამდე გაგრძელდება.